პარადოქსი დაიწყო 2013 წელს. ანუ რიგით მეორე მცდელობა იყო სერიალის გადაღების. ანუ როცა დავიწყეთ სერიალებზე ფიქრი, დავიწყეთ პანიკის გარეშეთი, დაიწყო ლეონმა და მეორე იდეა იყო პარადოქსი. მანამდე ვფიქრობდით, რომ რაღაც კომედიით გაგვეგრძელებინა და რაღაც იდეები იყო. თუმცა მე უცებ კონკრეტულად მე რაღაც იდეა შევცვალე, იმიტომ რომ ვიფიქრე, რომ უფრო საინტერესო იქნებოდა, გაკეთებულიყო ის, რაც მანამდე არ იყო გაკეთებული. რისკი იყო იქიდან გამომდინარე, რომ ტექნიკურად ესეთ რაღაცას პირველად ვაკეთებდით, თავიდან ყველა ინფიცირებული უნდა ყოფილიყო 3D-ში გაკეთებული და არა გრიმით, მოკლედ 6 თვე ვაკეთებდით ამ ასე ვთქვათ არსებებს და პრინციპში რაღაც გამოვიდა, კარგი იყო, მაგრამ აი ბოლომდე არ მოგწონდა რაღაც დეტალები და ამიტომ მე ყველა ის სცენა, რაც მანამდე გადაღებული იყო იმისთვის, რომ მე კადრში ჩახატულიყო 3D არსებები, მე ეს ყველა კადრი გადავიღეთ თავიდან, ოღონდ უკვე ადამიანებით და გრიმით. სირთულეები ცხადია იყო გარდა ამ ტექნიკური VFX ანუ ეფექტების გარდა სირთულეები იყო რომ თვითონ ჟანრი ანუ კი რა თქმა უნდა უამრავი სერიალი და ფილმი ხონდა ნანახი ამ ჟანრში მაგრამ შენ რო ხა ახლიდან უნდა დაწერო ანუ ეს ჟანრი ცოტა კი არა ახალი იყო ანუ არავინ არ ვიცოდით სიტყვაზე აი როგორ უნდა გვეწერა სცენარი, მე იქ არის უამრავი რაღაც ეფექტი, თვითონ გადაღების პრინციპი, რომელიც ამდიდრებს ხოლმე ამ ესეთ ჟანრს და მოკლედ სირთულე კი არ იყო უბრალოდ რაღაც დაბრკოლებები ხდებოდა, რომელიც ნელ-ნელა გადავლახეთ რა და ჯამში შემიძლია ვთქვა, რომ შეიძლება რაღაც განსაკუთრებული ისეთი ანუ შეიძლება ისტორიაში არ შევიდეს როგორც რაღაცა განსაკუთრებული სერიალი, მაგრამ მგონია რომ ეს როგორც პირველი მცდელობა და როგორც ექსპერიმენტმა გაამართლა. ეს პირველი სეზონი მას შემდეგ რაც ჩვენთან გავიდა ჩავიტანეთ კანში კანიდან მოხდა რაღაცნაირად კანიდან დაგვიკავშირდნენ, ანუ ჩვენი უკრაინელი კოლეგები NLO-TV-დან, ოლეგ დობრელია, რომელმაც თქვა, რომ მინდა რომ ჩემს ეთერში იყოს პარადოქსი, ანუ ცხადია რომ სიხარულს ვერ აღწერ, მაშინ როგორც გაგვიხარდა, ეთერში გაუშვეს ანუ რეიტინგებით კმაყოფილები იყვნენ და შემდეგ უკვე დავიწყეთ საუბარი მეორე სეზონზე. ანუ მეორე სეზონზე ოღონდ უკვე კოპროდუქცია უნდა ყოფილიყო ეს და სასურველი იყო რომ პერსონაჟებით შემოსულიყვნენ უკრაინელები ქართველებთან ერთად, რომ კიდევ უფრო საინტერესო ყოფილიყო უკრაინელი მაყურებლისთვისაც. მეორე სეზონის გადაღება უნდა დაგვეწყო მაშინ, როცა სხვა დანარჩენი 5 სერიალის გადაღებებს ვიწყებდით. შესაბამისად, ანუ რესურსიდან გამომდინარე, ანუ ჩვენი პროდაქშენი, GDS-ის პროდაქშენი უკვე ტიფლიზე და ქერჩზე მუშაობდა და აქედან გამომდინარე დავიწყეთ ძიება კომპანიის პროდაქშენის, რომელიც ამას შეძლებდა, რომელსაც მანამდე გაკეთებული ქონდა. რაღაც ანუ მნიშვნელოვანი ყურადღება მისაქცევი, ასე ვთქვათ, ღირებული პროექტი და შევარჩიეთ სარკე სტუდიო. დაიწყო ასე რომ, როდესაც GDS-ში ალბათ ეს გადაწყდა, ალბათ სწორ დროს, სწორ მომენტში მქონდა საუბარი ხელმძღვანელობასთან და მეც ანუ ჩვენი კომპანიაც მოკლედ იმ საწარმოო სიმძლავრეებს ფლობს, რომელიც ჭირდება ასეთი პროექტების განხორციელებას და მოგვენდნენ ერთ-ერთ პროექტზე, ყოველ შემთხვევაში ამ პროექტზე ჯერჯერობით და შეიძლება მომავალში კიდე სხვა პროექტებზეც ვითანამშრომლობთ. ამ ეტაპზე მოგვენდნენ ამ ერთი პროექტით და სარკე სტუდია GDS-ი ერთობლივ პროდუქტს, ასე ვთქვათ, აწარმოებს.
ეს მონდობა გამოიხატებოდა ბევრ ასპექტში რა თქმა უნდა დაწყებული სცენარიდან თვითონ იდეის ბოლომდე ფორმულირებიდან გარდა იმისა რომ ფორმატი ვიცოდით როგორი ფორმატი ჭირდება არხს და მაყურებელს ეს ჩვენი საქმე არ არის მაგრამ ფორმატის ფარგლებში კონკრეტული იდეა და შეფუთო ამ იდეის და ასე ამაზე ვიმუშავეთ ერთობლივად და შემდგომ ჩვენი სტუდიის ფარგლებში ხდებოდა ამის დაწერაც იმ მომენტისთვის, როდესაც ეს ყველაფერი ჯერ კიდევ არც კი იყო იდეაში, მარტო მეოცნება იმაზე, რომ ოდესმე შეიძლებოდა, რომ მე სერიალი გამეკეთებინა რა, აი უბრალოდ ოცნების საგანი იყო ეგ ჩემთვის და როგორც კი ეს საშუალება თვითონ GDS-მა და სარკემ როგორც რეჟისორს მომცა ჯერ თავიდან როგორც სცენარისტს, ნუ აი ჩემს სიხარულს ვერ აგიხსენ იმდენად მაგარი რაღაც ხდებოდი იმ მომენტში ჩემს ცხოვრებაში და ნუ პირველი რაც იყო ის რომ იმ გუნდთან ერთად რომელ გუნდთან ერთად შემდეგ ეს პროექტი ვაკეთეთ დავიწყეთ სერიალზე თვითონ სცენარზე მუშაობა გელი ხარ და მსხვერპლია და ფრთხილი ხარ და ჭკუა გაქვს ზომბის ნოლი გონება გააღო და გამოხვიდე რა და ისიც გარეში შიგნიდან გამოა ეგ არის იდეალური ძალიან დიდი ხნის წერის, შემდეგ მზადების და აი ამ მთელი ყველაფერი პროცესის შემდეგ გათენდა ის დღე, როდესაც ვიღებთ პირველ სერიას და გვაქვს პირველი დღე პარადოქსის. ძალიან საინტერესო დღე გველოდება და ზოგადად 2 თვე გადაღებების. რამოდენიმე ეტაპად შემიძლია დავყო თვითონ ეს პროცესი და ნუ პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ეტაპი იყო თვითონ აი ამ სერიების სცენარის წერაში მონაწილეობის მიღება, იმიტომ რომ ეს არის მომენტი, როდესაც არაფრისგან, ანუ არაფერი არ არსებობს და პროსტა არსებობს არიან ადამიანები და იდეები, რომლებიც დაფრინავენ და აი პროსტა აი სივრციდან უნდა მოხსნა რაღაცა იდეები და არაფრისგან რაღაცა უნდა შექმნა, შემდეგ ეს ფურცელზე დაიტანა და ეს პროცესი ძალიან საკმაოდ საინტერესო და ესეთი შრომატევადი და სასიამოვნო იყო. ერთია რა დაწერე შენ, მეორე არის მე მსახიობთან ურთიერთობისას ის რაც დაწერე, როგორ იქმნება და ძალიან მნიშვნელოვანი თვითონ პარადოქსის კეთების დროს იყო მაყურებლის ფიდბექი, იმიტომ რომ მაყურებელიც ჩათვალე რომ თანამონაწილე იყო აბსოლუტურად მაყურებლისგან როგორც კი მოდიოდა რომ ის აწავი და ეს ჩვენ გვაინტერესებს, აი ეს პირველი სეზონის ტიპები, მაგრამ საინტერესო წერტილში დამთავრდნენ, ანუ ყველა ის თითოეული ფრაზა, ყველა ის თითოეული ფიდბექი, რომელიც მაყურებლისგან მოდიოდა, აი ხო გეუბნები, შეიძლება სხვაგან არც კი მომხდარა, არსად ეგეთი რამე არც კი გამიგი, ანუ მაყურებელთან ერთად ინტერაქციაში ვიგონებდით და აი როგორიც გამოვიდა თვითონ ეს სეზონი, ჩათვალე რომ მაყურებლის ძალიან დიდი მონაწილეობით არის ის მიღწეული, როგორც დაილინკა შემდეგ. ბატონ! Дядя, вы что делаешь? Оставьте! Дядя, Дядя! Вы бежали! Стоп! Работа с режиссерами вообще отличная. Скажу, это такая особая технология, которую я встретил здесь, в Грузии. Вот Зура Менташвили, Леван Бахи. Они дают материал, который они видят. И, обсуждая с нами, разрешают добавлять свои элементы. Спрашивают, как ты его видишь. Я говорю, так и так, он интересно. А вот если мы добавим вот это, отлично. То есть мы, знаете, такие вместе, как какой-то оркестр, который вот создает никакой диктатуры, там, никаких там «я вот так вижу и все» или еще что-то. Им очень важно почувствовать, как видит этот образ актер, как он его переживает. Они просто лепят какой-то формат. Эта технология очень интересная. Давай, бегом! Быстрее!
У нас вот в Украине как-то очень много таких, как сказать, не то что строгие режиссеры, но вот есть четкий сценарий, и мы будем идти по этому сценарию, никуда влево-вправо не будем отклоняться. А здесь же режиссер говорит, я хочу от вас услышать то, как ты чувствуешь, как твой персонаж чувствует себя в этой сцене, что бы ты сделала, что бы сделала Рита. И в этом, мне кажется, это очень большой плюс для актера, потому что есть возможность дописать, додумать историю. Ушли, кажется. Куда они ушли? Я не знаю, куда они ушли. თავიდანვე სტილისტიკა იყო არჩეული რეჟისორთან და იმ სტილისტიკას ვიცავთ. რო გითხრათ, რომ რაღაცა სპეციალურ ხერხს ვიყენებთ, რომელიც იქნება ისეთი განსხვავებული, რომელსაც თქვენ სოფლიოში ვერასდროს ვერ ნახავთ, ეგრეც არ არის, იმიტომ ჩვენ არ გვინდა დავტვირთოთ მაყურებელი ზედმეტი ეფექტები, ზედმეტი რაღაცა მინიმალური გრაფიკული ეფექტები არსებობს ფილმში. ჩვენ არ ვცვლით მთებს, ჩვენ მივდივართ და იმ მთებს ვიღებთ. ესეც შეიძლება უნიკალურია, იმიტომ რომ გვაქვს მაგის საშუალება. ფაქტურიანი ლოკაციებია, რაც გვაძლევს ყველა საშუალებას ხატებიდან დაწყებული საოპერატორო ჯგუფით დამთავრებული მაქსიმალური კარგი კადრი მივიღოთ. გარდა კომპოზიციის, ის სადაც ხდება მოქმედება, ძალიან ხელს გვიწყობს. აბსოლუტურად 360 გრადუსიან ლოკაციებზე ვიღებდით ყაზბეგში. ჯუთაშიც არანაირი პრობლემა არ არის. რაღაცა მე დრონი დაუკვირდი, რაც შეიძლება ახლოს. ვამპირებს რაც შეეხება, ეს არ არის ის კლასიკური ვამპირები, როგორცაც ჩვენ ვიცნობთ პოპკულტურიდან, ანუ ეს არ არის რაღაც დრაკულის მსგავსი არსებები რა. ესენი არიან უბრალოდ რაღაც მონსტრები, რომლებსაც მზის ეშინიათ და სისხლს სწოვენ. და ანუ ის ხალხი, რომელიც ამ სამყაროში ცხოვრობს და ესეთ მონსტრებს აკვირდება, რაღაცა ჭირდება სახელი რომ დაარქვას და ისე პოპკულტურიდან გამომდინარე შეარქვეს ვამპირები, თორემ კლასიკური ვამპირები ეს არის რაღაც ჩვენი გამოგონილი მონსტრები არიან ეს. როცა დავიწყეთ ამის კეთება, როგორ გადაებმებოდა, არ ვიცოდით ნამდვილად, ანუ ვაპირებდით მაგას, ანუ ჩვენ თავარი პერსონაჟი რო შევქმნით და ეს თავარი პერსონაჟები როცა შევქმნით, ყველას მოვფიქრეთ რაღაც საწყისი საბოლოო წერტილი რა და მაგას მივყვებოდით და ზუსტად რა წერტილში გადაიკვეთებოდა პირველ სეზონთან არ ვიცოდით და რა ფორმით. მეორე სეზონში ინფიცირებულებს უკვე პერსონაჟები ეძახიან ვამპირებს. პირველ სეზონში ეძახდნენ მეოთხეებს, ანუ იყო მეოთხე სტადია და ამიტომ შეარქვეს მეოთხეები, მაგრამ რაღაცნაირად უფრო ზომბებს გავდნენ. ამიტომ მაყურებელმა პირველ სეზონში ყურადღება არ მიაქცია იმას, რომ მე რა რო ანუ ზომბებს გვანან, არამედ მეოთხეებს ეძახით. ეძახდნენ, ანუ მეოთხე სტადია იყო და აქ უკვე ვამპირებს რო ეძახიან, ანუ მაყურებელი დაიბნა, იმიტომ რომ იქ ზომბები იყვნენ და აქ ვამპირები რატომ არიანო, ბევრი კითხვა დაისვა, მაგრამ იდეაში მოხდა ის, რომ
ესენი არიან ბოლო სტადიები, ანუ მეოთხე სტადიის მერე კიდე რაღაც სტადიები გაიარეს ინფიცირებულებმა და მივედით იქამდე, სადამდეც მივედით და ჩამოყალიბდნენ ვიზუალურადაც და რაღაც თვისებებითაც, ისე როგორც ვამპირები. მეორე სეზონის პირველი სერიის გასვლისთანავე ატყდა ერთი ამბავი Facebook-ზე, იყო ძალიან ბევრი შეკითხვა, თუ დაბრუნდებოდნენ პირველი სეზონის გმირები, ეს იყო სრულიად ახალი ისტორია, თუ გადაიკვეთებოდა პირველი სეზონი და მეორე სეზონი ერთმანეთში, რასაც ცხადია იმ მომენტისთვის ვერ გავცემდით ამონწურო პასუხს, იმიტომ რომ არ მოგვეკლა ინტრიგა, იყო ასევე ძალიან სერიოზული დისკუსიები პირველი სეზონის ზომბები ჯობდნენ თუ მეორე სეზონის ვამპირები, ნუ სინამდვილეში ორივე ინფიცირებულები არიან. ვაკეთებთ ასევე ინტერაქტიულ თამაშებს, ვაწარინებდით მომხმარებელს ვიდეოებს, სადაც მათ შეეძლოთ ენადირათ, ასე ვთქვათ, ამ ინფიცირებულ ხალხზე. და საბოლოო ჯამში მივიღეთ ის, რომ ის კულმინაციური მომენტი, რომელიც ზაგეგმილი ჰქონდა მეორე სეზონის ბოლოსთვის, სადაც მოხდა პირველი სეზონის და მეორე სეზონის გმირების შეხვედრა და ისტორიების გადაკვეთა, დიდი ზარზეიმით ჩაიარა ამან სოციალურ ქსელებში, ძალიან დიდი წარმატება მოყვა და ყველა ძალიან მოეწონა, რაც ჩვენთვის იყო მთავარი. პერსონაჟს ქვია გიორგი. ახლა ვიღებთ სცენას, სადაც გიორგი და ირაკლი, თავარი მოქმედი პირი, ასე ვთქვათ, მისდევენ ადამიანთა ჯგუფს, რომელთან ერთადაც არის ირაკლის ცოლი. არიან გზაში, აქ არის მონაკვეთი, სადაც ტექნიკურად კლდეზე უნდა დაეშვა. მიდი, გადაიტანი ტანი. აი ხ მარჯვენა ხელი მოუშვი, თოკი მიუშვიცო და ფეხები დატოვე და გადაჭეკი, აი ეგრე. წადი. კარგი. ჩვენთვის ახლა ჯგუფისთვის მაინც და მაინც ძნელი ისეთი არ არის. აი მხატვრებს აქვს ძალიან ბევრი სამუშაო. ნუ ვართ სირთულეებს ვეჯახებით ბევრს რა, მხატვრებს აქვს ბევრი სამუშაო ძალიან, გრიმიორებს ძალიან მაგარი ადამიანები ყავს და პროფესიონალები და ძალიან დიდი სამუშაო აქვს, იმიტომ რომ თავიდან ის სამი სერია, რომელიც დაწერილი იყო თუ 4 სერია, მაგალითად მაშინ დაჭიდათ თვენახევრი თუ 2 თვით ადრე მომზადება ამ ყველაფრისთვის, რა სანამ გადაღებას დავიწყებით რა, იმიტომ რომ ამას ჩამოსასხმენ ცალკე ოთახი აქვს და იქ მუშაობენ და შრომობენ ძალიან ბევრს. ანუ 2 თვით ადრე პრაქტიკულად იმათმაც დაიწყეს ჩვენთან ერთად მომზადება. Грузины вообще, я смотрю, перфекционисты. Они, такую создают картинку голливудскую. И креативную очень. Нету какого-то такого прошлого подхода. Все в будущее смотрят ребята. Дружные все. Все вместе едим, все вместе работаем. Комфортно. Очень комфортно. И самое главное, свобода для создания чего-то общего. То есть мы это обсуждаем, мы это рожаем вместе и создаем вместе на площадке. Не только там до нас что-то писалось. Оно создается, перерождается, добавляется и, по-моему, очень хорошо получается. მე მონტაჟებ დამირეკა ახლა 5 წუთში. მეუბნება რომ ანუ მეორე სერიის მონტაჟი მიიყვანა რაღაც ეტაპამდე რა და დამირეკა ახლა რომ გადმოდი უნდა განახო, ვაფშე აზე არ არის რომ ესე კამერებით დავადგეთ. წავ.
არის. მოდი ლუბეცი. არა? ამ კვადროციკლზე ვამონტაჟებ ხოლმე. და აი ავტოკნოპკასო დავაწევი ქათი ხო. დებილო ხო. შენი კვადროციკლია, როგორ არის? ხა, ნახეთ სამონტაჟოში რეები გვაქვს. ლუბეცკის მოიცა არ გაგივარდეს. გამარჯობა ბატონო ლევან. გაიცანით? დიდი ლევან მონტაჟე. ერთხელ შეგიყვარდა ეს რითმი, რაც სერიალს ახლავს. მე ჩვეულებრივი ავად მყოფი ხარ, ვეღარ ხვდები რა უნდა აკეთო, სხვა თუ არა ეს, ანუ მხოლოდ მხატვრობა, ან კინომხატვრობა უკვე გეჩვენება, დროში გაწეული გეჩვენება, სულ სხვა რაღაცა გეჩვენება. მოკლედ მაგარი კაიფი თუ დაიჭირე, ალბათ მე მთელი ცხოვრება გინდა რომ ეს აკეთო. შედეგს რაც შეეხება, ანუ შედეგით ცხადია რომ კმაყოფილები ვართ, იმიტომ რომ თუნდაც იმიტომ რომ ეს პირველი ესეთი ასე ვთქვათ ჩვენი საერთაშორისო კონტენტია. გარდა იმისა, რომ აი ცოტა ხანში დავიწყებთ მესამე სეზონზე ფიქრს და საუბარს, მაგის გარდა, ანუ რაღაც რამოდენიმე დისტრიბუტორს ასე ვთქვათ შევთანხმდით და კონტრაქტი დაავდეთ და ანუ დაახლოებით 80 ქვეყანაში შესთავაზებენ ტელევიზიებს და მოკლედ ვინც არის მსგავსი ჟანრით დაინტერესებული. აქედან გამომდინარე, რომ წინასწარ არ ვიცით იქ რა შედეგებით დასრულდება, მაგრამ იმედებს ვამყარებთ და ამის და მიუხედავად ჩვენ მაინც მესამე სეზონზე რა თქმა უნდა ფიქრს გავაგრძელებთ. ამის შემდეგ შეძლებს მათგანაც თავიდან ბოლოს სისხლში ამოსული რომი Мы выжили, друзья!